პირველადი ვერსიით გორში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ავტომობილი დაწვეს. პარტიაში ამბობენ, რომ მერსედესის მარკის მანქანას ცეცხლი მიზანმიმართულად წაუკიდეს. ავტომობილი ალექსანდრე გოგლიძეს მეტსახელად კულას ეკუთვნის, რომელიც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას აპირებს. თამარ ადვაძე განაგრძობს თემას. კომბინატის დასახლება მოსკოვის პირველია. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც წუხელ დაახლოებით 3 საათზე მერსედესის მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურის ბრიგადები დროულად მოვიდნენ, მანქანა მაინც მთლიანად დაიწვა. დამწვარი ავტომობილი ალექსანდრე გოგლიძეს იგივე კულას ეკუთვნის. იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერია. როგორც ირკვევა, ავტომობილი გოგლიძის მეგობრის ლევან ასპანაძის სახლთან იმყოფებოდა, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა. ჩვენი გადამღები ჯგუფი მომხდარის თვითმხილველებს გაესაუბრა. ლევან ასპანაძის და ელიზა ასპანაძე გვიყვება, რომ ავტომანქანა უკვე რამდენიმე წელია მისი ძმის სახლთან არის გაჩერებული. იგი მომხდარ ფაქტს იხსენებს და აღნიშნულს პოლიტიკურ ანგარიშს სწორება დაფასებს. ეს ცეცხლი რომ მალე მე არ გამეგო, მართლა ბინა აიწეოდა ალბათ, აფეთქდებოდა. იმიტომ რომ ეს მანქანაში კაცო ის გაზის ის ხო არის სპეციალური არა აპარატურა. ჩვენი სახსრებით როგორ შევძელით, ვედრებით იყო თუ ისე უშვერდით რომ ლიჟბი ჩაგვიქრო ეს ცეცხლი. უფრო და უფრო ეკიდებოდა. უფრო და უფრო მძინვარებდა. ეს არის პოლიტიკური მიზნით გაკეთებული. გვიანღამით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. როგორც რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბადრი ბასიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ხელისუფლების მიერ ალექსანდრე გოგლიძის დაშინების მცდელობაა, რადგან როგორც ბასიშვილმა განაცხადა, გოგლიძე მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე სავარაუდოდ ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად განიხილება. ალექსანდრე გოგლიძე არის ერთ-ერთი აქტიური ადამიანი, აქტიურად არის ჩართული პარტიულ მუშაობაში. სწორედ ეს ფაქტია ერთ-ერთი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დაუკავშიროთ, რომ მისი დაშინების მცდელობა, რათა მან არ გააგრძელოს აქტიურად მონაწილეობა და არ მიიღოს მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ნაციონალური მოძრაობის განცხადებას ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ეხმაურება. გელა კაპანაძე ხელისუფლების მიერ მსგავს ქმედებას გამორიცხავს და დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერებულ ბრალდებას სისულელეს უწოდებს. პოლიტიკური სარჩულის მიცემა რომ ამიტომ მოხდა და ხელისუფლების ბრალია სრულიად აბსურდია, სრულიად წარმოუდგენელია, დასადგენია რეალურად რა ფაქტს ქონდა ადგილი იყო ეს ტიპიური კრიმინალური გარჩევა, ტიპიური ბიზნეს გარჩევა თუ ჯერჯერობით არავინ არ იცის, სადაც არ არსებობს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არ მესმის როგორ აკეთებენ ამ განცხადებას, რა შუაშია ხელისუფლება ვიღაცის მანქანის დაწვასთან, რომლის მეგობარსაც წაყვანილი ყავდა მანქანა და მის სეზონში და მის სახლში დგას, სრულიად წარმოუდგენელია. ნაციონალური მოძრაობა სამართალდამცა უწყებებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 197 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დამწვარი ავტომობილი ექსპერტიზის მიზნით ამ დროისთვის გორის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი.